დავაგენერირეთ. 2.2 მილიარდი უკვე ეს არის მოგება კონკრეტული, რომელიც ფონდს აქვს. კი, ფონდს აქვს და ეს არის პროპორციულად გადანაწილებული ყველა მონაწილეზე, რომელიც ამ სქემის ნაწილია და ჩვენ გვყავს დაახლოებით 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სქემის ნაწილი ხდება ავტომატურად, როდესაც იწყებს მუშაობას. კი, ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ციფრები, შთამბეჭდავია, რაც კიდევ ერთხელ ჩემთვის სანდოობა არასოდეს არ ყოფილა კითხვის ნისმის გვერდს, პირველი დღიდან ზუსტად ვიცოდი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი და კიდევ უფრო ვწმუნდები, როდესაც ამ ციფრებზე მეუბნებით, ახლა მოგების ამ მაჩვენებელზე მეუბნებით. თუმცა სწორედ კითხვა ჩდება ჩვენ ნაწილობრივ ვაჩვენეთ ჩვენს დიაგრამაზეც, პლაზმაზეც ეს ნაწილი, მაგრამ კითხვა ჩდება, რომ როგორია განაწილება სწორედ პორტფელის, რატომ და როგორ არის განაწილებული ჩვენი პორტფელი. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, სამი განსხვავებული ტიპის პორტფელს ვმართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი. აი ეს რომ განვმარტოთ ახლა რატო, რომელი რა არის ზუსტად? ეს პორტფელები პირველად შეიქმნა 2023 წლის აგვისტოში. ეს ორი ახალი პორტფელი, პირველი 5 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა მხოლოდ კონსერვატიული პორტფელი და ყველა მონაწილე ავტომატურად იყო კონსერვატიულ პორტფელში განაწილებული. მთავარი სხვაობა გვაძლევს კანონი, რომელიც განსაზღვრავს იმ მანდატს, რომლის მიხედვითაც უნდა ვმართოთ ეს პორტფელები განსხვავებული პროპორციებით. და მთავარი სხვაობა არის, სად შეგვიძლია ეს ფული დავაბანდოთ. კონსერვატიული პორტფელი არის პორტფელი, რომელიც ძირითადად არის კონცენტრირებული საქართველოში. აქ აქტივების თითქმის 80% არის საქართველოში ინვესტირებული და ლიმიტირებულია უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების მოცულობა 20%-ით. ეს ნაწილი ვნახეთ კიდე, ხო, ზუსტად საქართველოში იყო. კარგად აჩვენებს, რომ კონსერვატიული პორტფელის 20% არის ინვესტირებული საზღვარგარეთ. და თვითონ კანონმა განსაზღვრა, რომ ამ ორ ახალ პორტფელში, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელში მეტი საშუალება გვაქვს უცხოური ინვესტიციები გავაკეთოთ და აქ ეს ლიმიტი შედარებით მაღალი არის და შესაბამისად მაგალითად დაბალანსებულ პორტფელში დაახლოებით 35% არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში და ეს მაჩვენებელი დინამიკურ პორტფელში ყველაზე მაღალია და დაახლოებით 55-57%-ის ფარგლებში მერყეობს. და ეს ყველაფერი იწვევს შესაბამისად გავლენას ახდენს ამ პორტფელების მომგებიანობაზე, ვინაიდან განსხვავებული არის რისკიანობის სტრუქტურაც. რო შევხედოთ, ეხლა მაგალითად აქციების ბაზარი არის შედარებით მერყევი და მისი მერყეობაც მეტი არის, რაც გაეშვა ეს ფონდი აქედან მოყოლებული, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელი, სადაც მსგავსი მერყევი აქტივების წილი შედარებით დაბალია, უფრო სტაბილური ზრდის გზას აჩვენებს. კი ბატონო. აქციებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, საქართველოს ობლიგაციებს ცოტა მერე მოუბრუნდეთ კიდევ დამატებით. თუმცა აქციების შემთხვევაში, როცა ლაპარაკია საერთაშორისო აქციებში ინვესტირებაზე, რა გადაწყვეტილებით, ანუ რა გადაწყვეტილების დროს უფრო ზუსტად ვთქვათ, რა კრიტერიუმებით ხდება, რა კრიტერიუმებზე ხდება აქცენტის გაკეთება, რატომ პირობითად ამ კომპანიის ან ამ მიმართულების აქციებში და არა ვთქვათ სხვაგან სადმე. ჩვენ როგორც საპენსიო ფონდი ვართ გრძელვადიანი ინსტიტუციური ინვესტორი და განსხვავდებით ინდივიდუალური ადამიანებისგან, რომლებიც ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას აქციებზე და ყიდულობენ. ჩვენი მიდგომა არის ბევრად გრძელვადიანი და ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტიც, ანუ რა როგორ პერიოდზეც ვიგეგმებით, ეს არის ძალიან გრძელვადიანი. დაახლოებით ახლა ჩვენი მონაწილეების საშუალო ასაკი არის 38 წელი და კი იცით, რომ საპენსიო ასაკამდე დაახლოებით 20-25 წელი არის დარჩენილი, რაც გვაძლევს იმას, რომ ჩვენი როდესაც ვიგეგმებით, აი ესეთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ჩვენ საინვესტიციო კომიტეტთან და საბჭოსთან ერთად ყოველწლიურად ვატარებთ სტრატეგიული განთავსების ოპერაციას, რომელიც გულისხმობს საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზის გაკეთებას სხვადასხვა აქტივის კლასებზე. აქ ვკითხულობთ და ვაკეთებთ მოდელებს, რა გვაქვს მოლოდინი გრძელვადიან პერიოდში ამ სხვადასხვა რეგიონის მიმართ და როდესაც აქციებზე დგება ანალიზი, ამ დროს ვუყურებთ როგორც ისტორიულ მონაცემებს, ანუ რა მომგებიანობა აჩვენეს ამ სხვადასხვა რეგიონმა ისტორიულად, ასევე ვიყურებით მომავალში და ჩვენ რა მოლოდინი გვაქვს მომავალთან დაკავშირებით. შემდეგ ვიყენებთ მოდელებს და აი ეს მოდელები გვაჩვენებს უფრო ზემოდან ქვემოთ, როგორ უნდა გავანაწილოთ ჩვენი აქტივები და განისაზღვრება ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პორტფელი, რაც ნიშნავს, რომ როგორ უნდა განაწილდეს ეს აქტივები. ჩვენ შემთხვევაში აქციების მიმართულებით
განსაკუთრებით გვაქვს ესე განაწილება, რომ დაახლოებით 40% არის ინვესტირებული ამერიკის აქციების ბაზარში, დაახლოებით 20% ევროპაში, 20% განვითარებულ აზიაში, 20% განვითარებად ბაზრებში, თუმცა გვაქვს ცოტა ცვალებადობის უფლებაც და მაგალითად ლათინური ამერიკა, რომელიც აჩვენეთ, ეს არის უკვე საინვესტიციო სამსახურის აქტიური პოზიცია ამ რეგიონში და ყველაზე მომგებიანი იყო სხვათა შორის 2025 წელს. კი, თუმცა პროცენტულად მაინც დაბალი ვინაიდან რისკიანობაც ალბათ შესაბამისად გათვლილი და შეფასებულია ამ კუთხით. აი სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე როდესაც ვსაუბრობთ, მართლაც ნახეთ ამ შემთხვევაში, თქვათ, ამერიკის მიმართ ესეთი მაღალი მაჩვენებელი. საერთაშორისო ბაზრებიდან ამ კუთხით კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ რატომ ხდება ვთქვათ შერჩევა ამა თუ იმ ბაზრის და ვაკვირდებით თუ არა ტენდენციებს ვინაიდან ჩვენ მათ შორის ამერიკის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ტურბულენციაც ვნახეთ არც თუ დიდი ხნის წინ ერთი წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობ. კი, ნამდვილად ზოგადად აქციების ბაზარი ტურბულენტობით გამოირჩევა ვინაიდან ყველანაირი სიახლე ეს იქნება გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ კომპანიასთან დაკავშირებული სიახლე პირდაპირ გავლენას ახდენს აქციის ფასზე. თუმცა რო შევხედოთ ახლა რეგიონებს და ჩვენ ამ მსგავსი ტიპის ანალიზს ვაკეთებთ, ვანაწილებთ ასევე ვცდილობთ რომ გავანაწილოთ სექტორების მიხედვით. ამერიკა ბოლო 4 წელი არის წამყვანი აქციების ბაზარში და ზოგადად ზომითაც ყველაზე დიდია, ყველაზე ლიკვიდური არის. ამერიკა იზიდავს ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს, როგორც ვნახეთ მაგალითად ხელოვნური ინტელექტის კომპანიები, ეს ტოპ 10 კომპანია, რომელიც S&P 500-ში შედის, ყველანი ძირითადად არიან ამერიკაში კონცენტრირებული, მათი მომგებიანობა საკმაოდ მაღალი იყო 2025 წელსაც და 2023 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა, რაც ასევე აისახა ჩვენს პირად მომგებიანობაზეც. ზოგადად გლობალური აქციების ბაზარმა 2025 წელს დაახლოებით 20%-იანი მოგება აჩვენა, რაც ყველაზე მომგებიანი აქტივის კლასი იყო ჩვენს სხვა აქტივებთან მიმართებით. კი ბატონო, სექტორები ახსენეთ, თუ სწორად გავიგე ეს ნაწილი და სექტორების და მიმართულებით სექტორებს ვაკვირდებით, ხო? აი აქ შეგიძლიათ თქვათ რომ აი რომელი სექტორები გარდა იმისა რაც ვახსენეთ ინოვაციების გარდა რომელი სექტორებია კიდევ სადაც ხედავთ რომ ესე სტაბილურად მაღალია შედარებით მომგებიანობა ჩვენ ვინაიდან აი ძალიან დივერსიფიცირებული აქციების ბაზარი გვაქვს შეუძლებელი აქ გეოგრაფიულ არეალში ჩანს დივერსიფიცირებული ძალიან დივერსიფიცირებული გვაქვს დაახლოებით 9000 კომპანია გვაქვს და ეს სექტორული დომინაცია განსხვავებულია რეგიონების მიხედვით მაგალითად თუ ამერიკა არის უფრო ტექნოლოგიებზე დამოკიდებული რეგიონი ევროპაში სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს აქ უფრო ესეთი ძველებური ტრადიციული სექტორები ეს არის საბანკო სექტორი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა ეს არის ის სექტორები რომელიც ევროპაში არის დომინაციაში. აზია განსხვავებული სექტორულ სურათს აჩვენებს, განსხვავებული არის განვითარებადი ბაზრებიც და ასევე ლათინური ამერიკა და ის რომ ასე ვართ დივერსიფიცირებული გვაძლევს საშუალებას რომ თითქმის ყველა სექტორზე განსხვავებულად სადაც ძლიერი მხარე არის, იქ ვიყოთ წარმოდგენილი და იქ გქონდეს ინვესტიცია გაკეთებული. კი ბატონო, ახლა რომ გისმენთ ასევე ახსენდება ხოლმე ჩვენთვის საბანკო სექტორის მიერ ახალისადებლობის მოცემა, რომ ჩვენთან შეგვიძლია ინვესტორები ვიყოთ ადამიანებიც კი და ხა საინტერესოა აქ თქვენი მოსმენაც რომ ბევრი ახლა თქვენ რომ მოგისმენთ რაღაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარ ინდივიდუალურ ნაწილშიც, ვინაიდან როგორც ფონდი აკეთებს გადაწყვეტილებას, ესეთი მიმბაძველი ნაწილია და კარგია ამ ჭრილშიც ვიდრე გადავიდოდე გარკვეულ შემთხვევაში ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ 2025 წელი ვიდრე 25 წლის უფრო დეტალურ შეჯამებას გთხოვდეთ მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ საქართველოს რეალობას ამ კუთხით საქართველოში სად გვაქვს თანხები განთავსებული ასევე არის ხომ ესეთი კითხვა კონკრეტული საქართველო არის ჩვენი ყველაზე დიდი ბაზარი, გასაკვირი არ არის, ვინაიდან კონსერვატიული პორტფელი, რომელშიც ჩვენი აქტივების დაახლოებით 99%-ია, არის კონსერვატიულ პორტფელში ძალიან დიდია კონცენტრაცია საქართველოზე. საქართველოში მოგეხსენებათ ფინანსური სექტორი, საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, თუმცა სხვა ფინანსური ინსტრუმენტები არც ისე ხელმისაწვდომი არის. შესაბამისად, ჩვენი აქტივების სტრუქტურაც საქართველოს საფინანსო ბაზარს იზიდავს საფინანსო ბაზარი. კი, ანუ ჩვენი აქტივების
ძირითადი ნაწილი დაახლოებით 60% არის საბანკო სექტორში დეპოზიტებში ინვესტირებული, შედარებით გრძელვადიან დეპოზიტებში, სადაც მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 15% გვაქვს აქტივების ინვესტირებული სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში, ვინაიდან აქაც ყოველკვირეულად ხდება აუქციონების გამართვა და ერთ-ერთი ლიკვიდური აქტივის კლასი არის, როგორც ბანკებისთვის, ისე ჩვენთვის და საკმაოდ მომგებიანი აქტივის კლასია. დანარჩენი ნაწილი გვაქვს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ეს 2024-25 წლებში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის წარმომადგენლების ობლიგაციები, რომელიც ჩვენი ზომასთან მიმართებით არც ისე დიდია, დაახლოებით 2% არის ინვესტირებული, თუმცა მაინც უწყობს ხელს ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციას და ჩვენს წვდომას რეალურ ეკონომიკას. ყველგან დივერსიფიკაცია ამ კუთხით ჩვენ იმდენად დიდი აქტივები გვაქვს, რომ დივერსიფიკაცია არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება ნებისმიერი რისკის წინააღმდეგ. მესმის აბსოლუტურად, მართლაც სტამბეჭ დავირავ და იმატებს რას თავარია და სწორედ ამიტომ მინდა გითხოთ ახლა 25 წლის მაჩვენებები კრებსითად, როგორ შეაჯამებდით 25 წელს ამ კუთხით თავისი турბულენციით. 2025 წელი იყო ამ ფონდების გაშვებიდან ერთ-ერთი საუკეთესო წელი. აქციები, როგორც აღნიშნე, იყო ყველაზე მომგებიანი აქტივის კლასი, თუმცა სხვა აქტივებმაც საკმაოდ მაღალი მომგებიანობა აჩვენა, თუმცა იმის გამო, რომ მაგალითად დინამიკურ პორტფელში აქციებში იყო მეტი წილი განაწილებული, დინამიკურმა პორტფელმა აჯობა დანარჩენ ორ პორტფელს. დაახლოებით 15.2%-ის მოგება აჩვენა დინამიკურმა პორტფელმა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო კონსერვატიული პორტფელისთვის, თუმცა არც ეს არ არის ცუდი. ერთადერთი თქვენც აჩვენეთ ჩარტზე, ანუ მთავარი სხვაობა არის აი ამ სამ პორტფელში, როგორც აღნიშნე აქტივების განაწილება, თუმცა ასევე მერყეობა. მაგალითად 2025 წელი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიურად დავამთავრეთ, წლის შუაში გვქონდა ბევრი ეპიზოდი, როდესაც ვნახეთ აქციების ფასების მნიშვნელოვანი კლება და დინამიკურ პორტფელს ყველაზე მეტად შეეხო ეს კლება, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების პოლიტიკა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ბევრი გეოპოლიტიკური მოვლენა და ეკონომიკური სიახლეები პირდაპირ აისახებოდა აქციების ფასებზე და ხშირად ვხედავდით, რომ რაღაც მომენტში დინამიკური და კონსერვატიული პორტფელი გაუტოლდა ერთმანეთს მომგებიანობით, თუმცა წლის ბოლო მაინც დინამიკურმა პორტფელმა დაამთავრა ყველაზე მაღალი მომგებიანობით. კი ბატონო და კარგია რომ ამ კუთხით ესეთი სწორი გათვლა იყო. ეხლა აუცილებლად მინდა გითხოთ აქვე 2026 წლის დასაწყისი, ჯერ ეხლა ჩვენ საუბრობთ ერთ ჩახურულ თვეზე და მეორე თვეც ეს არის დავხურეთ ფაქტიურად. და გეგმებზე ცხადია როგორია ხედვა 2026-ში, რას უყურებთ, შეიძლება ყველაფერი არ გაგვიხილოთ, მაგრამ რაც შეგიძლიათ რომ გითხრათ. ჩვენთვის 2026 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ქონდა დინამიკური პორტფელი წელსაც ინარჩუნებს, აი ამ ორი თვის მონაცემებითაც ინარჩუნებს ლიდერობას და ამას აქციების ბაზარი უწყობს პირველ რიგში ხელს. აქციების ბაზარზე ზოგადად ბევრი საუბარი იყო, რომ რამდენად იყო ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ფასები ადეკვატური, ხო არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს ამერიკაში, ევროპაში. თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინები ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებული არის, ეს შიში რეცესიის აღარ არის და მოლოდინი აქციების ბაზრების მიმართ საკმაოდ სტაბილური და პოზიტიურია, თუმცა არ გამორიცხავს ეს ვოლატილობას წლის განმავლობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად 2025 წელს ჩვენ მხოლოდ 2025 წელს ერთის მხრივ 800 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ, თუმცა მეორეს მხრივ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის კონტრიბუციები მივიღეთ მონაწილეებისგან. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი წინა წლის მონაცემთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენთან კონტრიბუციებს აკეთებდნენ, ან მათი ხელფასი გაიზარდა და ხელფასების ზრდის მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია ჰქონდა, ან თვითონ რაოდენობა გაიზარდა იმ კომპანიების, რომლებიც ჩვენი სქემის წევრი გახდნენ და ეს ამან პირდაპირ გავლენა იქონია ჩვენი აქტივების მოცულობაზე. 2026 წელსაც თქვენც აღნიშნეთ, მაგალითად EBRD-ის მოლოდინები ეკონომიკურ
ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, ზოგადად მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს და ჩვენ კონტრიბუციების ჭრილში ცველოდებით, რომ კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს, რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების მიმართულებით და აქაც მუშაობთ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ადგილობრივ წარმომადგენლებთან და მუშაობთ დივერსიფიკაციის პროდუქტებზე, რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო, უსაფრთხო აქტივებში ინვესტირება განვახორციელოთ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ალბათ ჩვენი მაყურებელი გველოდება, როდის დავსვავ კითხვას, რომელიც შეეხება კონკრეტულად დანაზოგების გაცემის პროცედურას, როდის შეგვიძლია მივიღოთ საპენსიო თანხები, ხო? ბევრ შემთხვევაში ხდება ჩვენი მეგობრებიც აქ სტუდიაში მყოფებიც ხშირად სვავენ კითხვას, რომ მე რომ თანხას ვხედავ ჩემს ონლაინ ბანკინგში პირობითად, რატო არ შემიძლია რომ ამ თანხით ახლა ვისარგებლო, როდის უნდა ვისარგებლო, როგორ და ერთიანად შემიძლია თუ არა ეს თანხა მივიღო? ჩვენი სქემა არის სავალდებულო sapensio სქემა და ბევრს ერევა ხოლმე ჩვეულებრივი პენსიისგან, რომელსაც სახელმწიფო იხდის ხოლმე. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ ეს სქემა სამი პილარისგან შედგება. პირველი პილარი არის ეს, რომელსაც მთავრობა იხდის და უხდის ყველა ადამიანს, ვინც sapensio ასაკს მიაღწია და ჩვენი არის დაგროვებითი სავალდებულო სქემა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მონაწილეს ყოველთვიურად ჩვენთან შემოაქვს 2%, რომელსაც ემატება 2% დამსაქმებლისგან და გარკვეულ შემთხვევებში 2% სახელმწიფოსგან. ანუ ჯამში დაახლოებით 6%. ეს თანხები ჩვენთან ინახება საპენსიო ასაკამდე, ანუ ყველა მონაწილისთვის თავარი მოცემულობა რა შემთხვევაში შეძლებენ ამ თანხებით ისარგებლოს, ეს არის საპენსიო ასაკის მიღწევა. თუმცა არსებობს გამონაკლისები, ეს არის ორი გამონაკლისი. ერთი არის თუ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს სიტყვი მიდიხარ ქვეყნიდან და აღარ ხარ საქართველოს მოქალაქე, ამ შემთხვევაში შეგიძლია რომ გაიტანო ეს თანხა და მეორე არის თუ შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსს მიიღებ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გატანა. დანარჩენ შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში 60 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 65 წლის ასაკში შეუძლიათ მოვიდნენ საპენსიო ფონდში და ისარგებლონ ამ დაზოგელი თანხით. აქაც ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული, თუ ეხლა ამ ეტაპზე დაახლოებით 90,000 ლარი გაქვს დაზოგელი, ანუ მიაღწია საპენსიო ასაკს და დაზოგელი თანხა არის 90,000 ლარზე ნაკლები. მაგ შემთხვევაში შეგიძლია რომ ერთიანი გატანით გაიტანო ეს თანხა პირდაპირ. ნორთხოში არაფერი სხვა არ გჭირდება, უბრალოდ ერთიანად შეგიძლია ეს თანხა გაიტანო 90,000 ლარი. თუ 90,000 ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში შემოდის გატანის სქემა, რაც გულისხმობს, რომ სტატისტიკური მოდელის გათვალისწინებით გამოითვლება ის პერიოდი და ის თვეების რაოდენობა, რაც მოსალოდნელია, რომ თქვენ ეს პენსია დაგჭირდებათ, ანუ სიცოცხლიანობის მოსალოდნელი პერიოდი არის და ამის მიხედვით დაითვლება ყოველთვიური პენსია, რომელიც დაგენიშნებათ აი ამ ჯამური თანხიდან. ეს დაემატება პილარ 1-ის პენსიას და ჯამში საკმაოდ ადეკვატური პენსიის აღების საშუალება გექნება და სწორედ ეს იყო ზოგადად ამ რეფორმის მიზანი, რომ საპენსიო ასაკში გავაუმჯობესოთ ადამიანების ყოველდღიურობა. კი ბატონო და მართლაც საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხა გამოდის დაგროვებიდან გამომდინარე, ცხადია მასშტაბიდან გამომდინარე და გარდა ამისა კიდევ ერთხელ არჩევანის საშუალებაც არის. ანუ ხო 90,000-მდე შემიძლია რომ დავტოვო ეს თანხა პირობითად და გადამინაწილოთ, ან ერთიანად მოვითხო ხო ეს უკვე 90,000-მდე შეგიძლია გაიტანო. თუ 90,000 ლარი გაქვს, შეგიძლია გაიტანო, დანარჩენი კი გაგაქვს სქემის საშუალებით. კი ბატონო, ძალიან აქტიურად და ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ მედიასთან, ძალიან ღია ხართ მედიისთვის და გარდა იმისა, რომ ხშირად ვხედავთ თქვენს ინტერვიუებს ჩვენთან თუ სხვაგან, ამავდროულად თქვენი მონაცემები საჯაროვდება, მოკლედ პულსზე მოქალაქეებს გვიდევს ხელი, რამდენადაც თქვენ აკვირდებით ბაზრებს, თქვენ გაკვირდებით და ძალიან ადვილია თქვენზე დაკვირვება ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რამინდაინდა ეს საკმაოდ ღია. თუმცა გარკვეული წლების წინ მე მახსოვს პირველი ნაბიჯები, მართლაც მაშინ საჯარო სამსახურში ვიყავი, როდესაც ეს დისკუსია იყო და იყო ეჭვნარევი საკითხები, ეხა კუთხით, გასაგებია ქართველებს ახლო ისტორიული მახსოვრობა დანაზოგებთან დაკავშირებით არც თუ პოზიტიური იყო, პირიქით ნეგატიური იყო და ძალიან ისეთი
ძნელი იყო და მესმის ამ კუთხით, რომ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, ცხადია ასაკსაც გააჩნდა, თქვა, რა ასაკის ადამიანი იღებდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ეტაპ-ეტაპ ჩემი დაკვირვებით, ოღონდ ეს ჩემი დაკვირვება მხოლოდ გარეგან დაკვირვებას ეფუძნება, შეიცვალა ეს მიდგომა და სულ უფრო ნაკლები სვამს კითხვას სანდოობასთან დაკავშირებით. უფრო ფული რომ ეჩქარება იმ ნაწილში ისმის მეტი კითხვა, რომ შემიძლია თუ არა ახლავე ავიღო, ну ეს ქართული ამბავი ერთად უნდა ავიღოთ და ერთად დავხარჯოთ. მაგრამ ეს სანდოობის კუთხით ახლა ეს ჩემი დაკვირვება სწორია რომ იზრდება ეს სანდოობის ნაწილი, თქვენი შეხედულება როგორია და თქვენი სტატისტიკა როგორია ამასთან დაკავშირებით, თუ აი რა ტენდენცია გვაქვს? ჩვენთვის ზოგადად ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, თუმცა როგორც ხედავთ, ანუ ჩვენი სპეციფიკა საკმაოდ რთული არის ზოგისთვის გასაგებად, ბევრს ნდობა არ აქვს და ყველაზე კარგი მაჩვენებელი მე, რასაც ვფიქრობ, რომელიც აჩვენებს ან სანდოობას და რომელმაც შეიძლება ეს სანდოობა გაზარდოს, არის იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნამდვილად ისარგებლა და დასაწყისში ახსენეთ 27000 ადამიანი. 27000 ადამიანი მოვიდა ჩვენთან და თავისი დაგროვილი პენსია გაიტანა და ისარგებლა. ამ ადამიანების რაოდენობა რაც წლები გავა, კიდევ უფრო გაიზრდება. ვინაიდან გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწევს და ფაქტების განსაზღვრავს სანდოობას. ზუსტად ეგრე ვხედავ, გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ამ ინფორმაციის უკეთ მიწოდებაზე, რა თქმა უნდა, მეორე არის, როდესაც გავიგებთ მეზობლებისგან, მეგობრებისგან, რომ ვისარგებლე და გავიტანე ეს ჩემი დაგროვილი პენსია. კი ბატონო, და ცნობიერების კუთხითაც მიდის მუშაობა ამ კუთხით, რომ საზოგადოებაში იყოს მეტი ცნობიერება. კი, ვცდილობთ ჩვენს მაქსიმუმს. კი ბატონო, თქვენი ეთერებიც ამაზე მეტყველებს. ანა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, თქვენთან საუბარი სასიამოვნო, დეტალურ განმარტებას ვიგებთ ამ ნაწილზე და მიუხედავად იმისა, ადამიანი ეკონომისტია, ფინანსისტია თუ სტომატოლოგი პირობითად ვამბობ, ამ შემთხვევაში ყველა პროფესიის ადამიანი ძალიან სწორად და ადეკვატურად გაიგებს საპენსიო ფონდის საქმიანობას. წარმატებას გისურვებთ, ვინაიდან ეს თანხები ახლაც ხმარდება ეკონომიკის განვითარებას, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ახსენეთ და პორტფელის სიდიდეთ ამ კუთხით გამორჩეულია. ქვეყანა ისევ ეკონომიკის განვითარებას ხმარდება და მომავალშიც ეს თითოეულ ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და აუცილებლად ვიზრუნებთ იმ ნაწილზე, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით ყოველი ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის ეთერში. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის სხვა სიახლეებს და ყველა აქტუალურ სიახლეებს თქვენ ტრადიციულად გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.gi. მე კი გემშვიდობებით შემდგომ გადაცემამდე. დიდი მადლობა რომ გიყურებდით და გვისმენთ.